როგორ უნდა მიხვდე, რომ შენ სიტუაციაში ტოტალური იგნორის გარეშე აღარაფერი გამოვა. პირველი ვარიანტი, როდესაც ქალთან საუბრით ვეღარაფერი გვარდება, როდესაც ნებისმიერი ტიპის ურთიერთობის განხილვა ხმაურში და აურზაურში გადადის, აქეთ პრეტენზიებს გიყენებს და ნეგატიური ემოციებით იტუმბება. როდესაც შენ ხედავ, რომ ქალი შენი როგორც პიროვნების და ყველა შენი ურთიერთობაში ინვესტიციის გაუფასურებას და ყველაფერში შენს დადანაშაულებას ცდილობს, შესაბამისად აქ კონსტრუქციული დიალოგი ვეღარანაირად ვერ შედგება. მეორე ვარიანტი, როდესაც ურთიერთობაში რაღაც უხილავი გაურკვევლობა, როდესაც ქალმა არ იცის რა უნდა გრძნობებში აიხლართა, არ არის დარწმუნებული უნდა თუ არა ურთიერთობის გაგრძელება, როდესაც დაპაუზება უნდა, ცოტა ხნით შევისვენოთ ერთმანეთისგან, ცალ-ცალკე ვიყოთო გეუბნება. სინამდვილეში ეს ყველაფერი ქალისთვის ანესთეზიის როლს ასრულებს. მან ზუსტად იცის, რომ შენ მიგატოვებს, უბრალოდ მოგვიანებით იზამს მაგას, რომ რაც შეიძლება მისთვის უმტკივნეულოდ მოხდეს ეგ. მესამე ვარიანტი კი არის, როდესაც ქალი ღიად ნაგლურად და მიუღებლად მოგექცა, სადაც მასთან საუბარსაც კი აღარ აქვს აზრი. ანუ როდესაც შეგაგინა, ან მოგატყუა, ან ყოფილს ეკონტაქტა, ან დაშორებით და გემუქრა და ასე შემდეგ. თუ შენ შემთხვევაში აქედან რომელიმე მოხდა, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დასკვნის გამოტანა. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ შენი რჩეული ქალი არის მკვეთრ სასიყვარულო ემოციებზე დამოკიდებული, რომელიც თავისთავად თქვენს ურთიერთობაში უკვე დიდი ხანია აღარ არის. მას სასიცოცხლოდ სჭირდება დოფამინის და ოქსიტოცინის ცხენის დოზის მიღება. ეგ ყველაფერი რომ ყოფილიყო, უბრალოდ დამიჯერე, რომ ის ახლა იქნებოდა კმაყოფილი, მორჩილი და მზრუნველი. ნებისმიერ შემთხვევაში, ან შენ გააფორმებ ეფექტურად და შეაგდებ მას ტოტალურ იგნორში, ან დაელოდე, ცოტა ხანში თვითონვე მიგატოვებს.